თელავის მუნიციპალიტეტში სტიქით დაზარალებული მოსახლეობის აღწერა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემოწმების და აღრიცხვის პროცესი მიმდინარეობს. ზარალის დათვლა სპეციალური კომისიები სოფლის რწმუნებულებთან და რეგიონული მართვის სამინისტროდან ჩამოსულ ჯგუფთან ერთად აწარმოებენ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლებში მოსახლეობის ზარალის დათვლა ეტაპობრივად ხორციელდება და მონაცემების შესაბამი სამინისტროში ელექტრონული ვერსიით იგზავნება. არსებულ სამუშაოებს კომისიები თელავშიც აწარმოებენ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სტიქით დაზარალებული მოსახლეობის სახლების გადახურვა მიმდინარეობს. მოცემული აქვს ფორმა სპეციალური, რომელიც შემდგომ ამას ხელს აწერენ, ადასტურებენ ყველა ის კომისიის წევრი, მათ შორის დაზარალებულიც და ხდება ბეჭდით ამოწმება. სოფლის რწმუნებულის, რომელიც მიიღება მერე დოკუმენტად ეშევა ბაზაში და მოხდება შემდგომ შესაბამისი კოეფიციენტის და იმის მიყენება ამა თუ იმ კულტურაზე. ყველაფერი ანაზღაურდება აბსოლუტურად თუ ასანაზღაურებელია, მაგრამ ამას სჭირდება უბრალოდ ცოტა სიმშვიდე და სიწყნარე. ხალხი არის რაღაცნაირად მე არ მესმის უბრალოდ რამდენიმეჯერ გამოუცხადეს და რამდენიმეჯერ უთხარით ხალხს, რომ ნუ გეშინიათ, ნუ არავინ არ დარჩებით დაუშვათ ზარალის ანაზღაურების გარეშე. ვისაც სერიოზული ზარალი აქვს მიღებული.